Free business GZ რეგისტრაციის გამო კომპანიების ნაწილს პრობლემები შეექმნა. კომპანიების ნაწილი ამბობს, რომ პარტნიორებმა მათ თანამშრომლობა შეუწყვიტეს, მათ ურთიერთობა გაორთულდათ ასევე სახელმწიფო უწყებებთანაც. ბიზნესის მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ გაყიდვები შეუმცირდათ და უკვე დახურვის პირას არიან. კერძო სექტორი კვლავ სიტუაციის დეესკალაციას და ახალი არჩევნების დანიშნოს ითხოვს. გიგა ბენია გვერდება ბიზნესის შეფასებებით პირდაპირ ეთერში. გიგა, მოგესალმები, რა პრობლემებზე საუბრობენ ქართული ბიზნესის წარმომადგენლები? Deliveroo არის ერთ-ერთი კომპანია, რომელიც Free Business პლატფორმაზე დარეგისტრირდა, ის საკურიერო მომსახურებას ეწევა და ბაზარზე უკვე 3 წელია, რაც არსებობს. 28 ნოემბრის შემდეგ კომპანიის დამფუძნებლები აქტიურად აპროტესტებენ ქართული ოცნების ანტიევროპულ პოლიტიკას, ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას და ახლა ისინი ვარაუდობენ, რომ სწორედ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა მათ მიმართ შურისძიება, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ვაჟა ჩახუნაშვილი BMG-სთან აცხადებს, უკვე ბოლო პერიოდის განმავლობაში მათთან კონტრაქტები, ურთიერთობა, თანამშრომლობა გაწყვიტა არაერთმა კომპანიამ, მათ შორის ისეთებმაც, რომლებიც იზიარებენ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ფორმას, ასევე მათ გაურთულდათ ურთიერთობა სახელმწიფო უწყებებთან. Deliveroo-ს დამფუძნებელი აცხადებს, რომ პირად საუბრებში იმ კომპანიებმა, ვის წარმომადგენლებმა, რომლებაც მათთან ურთიერთობა გაწყვიტეს, უთხრეს, რომ მათ სხვა გზა არ აქვთ, ვინაიდან შესაძლოა შემდეგ უკვე ქართული ოცნება მათაც მიადგეს და სხვადასხვა მიმართულებით პრობლემა შეექმნას. ახლა კომპანია საკმაოდ რთულ ვითარებაშია და შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში კრიზისის წინაშე დადგეს, თუმცა მისი დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ ქვეყანაში ვითარება უახლოეს მომავალში შეიცვლება, საქართველოს დაუბრუნდება ევროპულ კურსს და საქმიანობას შესაბამისად ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. აქტიურად ჩავერთეთ პროტესტში, ჩვენი ჩართვა რა იყო, რომ გამოხატეთ ჩვენი აზრი დამოკიდებულება ამ ყველაფერთან, როგორც არსებულ მდგომარეობასთან, ისე რაღაც ის გამოწვევები, რაც დგას ჩვენს წინაშე და ფიზიკურად მარტო ამას ვერ მოერევი და რაღაც ჩარევა ჭირდება იმ სტრუქტურების, რომელსაც გადასახადებს უხდით, იმისთვის რომ მოკლედ ეს ყველაფერი მოაგვაროს. მოხდა ესეთი რაღაც, რა თქმა უნდა, დაითესა შიში იმისა, რომ იმ კომპანიებს, ვისთანაც ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს თუ თანამშრომლობთ, არ შეექმნათ პრობლემა. ანუ არ უნდათ ამ ადამიანებს თავის კომფორტის ზონიდან გამოსვლა, ეს ერთი ხარი არის ნეიტრალური, მეორე უკვე პირდაპირ მათთან დაკავშირებული კომპანიები, ასე რომ ვთქვათ, ახლა კონკრეტულად არ მინდა საუბარი. პირდაპირ უკვე წყვეტენ შენთან ყველანაირ კომუნიკაციას, თანამშრომლობაზე აღარ არის უკვე საუბარი, კომუნიკაციასაც წყვეტენ. ის შეთანხმებები, ის შეხვედრები, ის ურთიერთობა საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ისე, რომ ყველანაირად ზურგი გაქციეს ამათმა და გაგწირეს უკვე პრაქტიკულად იმისთვის, რომ კომპანიამ შეაჩეროს მუშაობა. კიდევ ერთი მცირე ბიზნესის წარმომადგენელი, რომელიც Free Business GZ არის რეგისტრირებული, არის მარჯიელა კრაფტსი, რომელიც ფერწერული ნამუშევრების რეპროდუქციას ახორციელებს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მოვლენები გართულდა, პროტესტი დაიწყო, გაყიდვები შეუმცირდათ, როგორც მისი დამფუძნებელი თორნიკე კიკნაძე აცხადებს, 80%-ით აქვთ შემცირებული რეალიზაცია გასულ წელთან შედარებით. მისი თქმით, 2023 წელი საკმაოდ აქტიური და კარგი იყო მათთვის, თუმცა 2024 წლის განსაკუთრებით მეორე ნახევრიდან სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა, როგორც ის აცხადებს, მსგავს მდგომარეობაშია არაერთი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლები, თუმცა მათ ნაწილს მისი თქმით ხმის ამოღების ეშინია. მარტიდანვე გაზაფხულიდან, რადგან აქციები დაიწყო და სხვა პროცესებში ჩავერთეთ ჩვენც, ბაზრისთვის აღარავის ეცალა, შესაბამისად ეს ბაზარი გაჩერდა თან ისე, რომ როცა მცირე მეწარმე ხარ, შენზე ბევრად უფრო ცუდად აისახება ასეთი რყევები, იმიტომ რომ საფუძველი მყარი არ გაგჯერ, ფორმირების პროცესში ხარ, რას აკეთებ, როგორ აკეთებ, შემოსავლის წყაროების დივერსიფიცირებული არ გაქვს და ასე შემდეგ. თან პროცესი არის გაურკვეველი, რამდენი ხანი გაგრძელდებოდა, მაშინაც არ ვიცოდით, ახლაც ამ მდგომარეობაში ვართ, ხედავთ რა მდგომარეობაში ვართ და არ ვიცით ეს ყველაფერი როდის დასრულდება. ეს ყველაფერი მცირე მეწარმეებისთვის შემიძლია ვთქვა, რომ რადგან უკვე სხვა მცირე მეწარმეებსაც ძალიან ბევრს ვიცნობ,
ბევრისთვის ბრჭყალებში სიკვდილის თოლფასია, ბევრმა საერთოდ შეწყვიტა ვაჭრობის შეწყვეტა ნიშნავს წარმოების შეწყვეტასაც და ამ წარმოების ჯაჭვში ბევრი სხვა ადამიანია ჩართული და შესაბამისად პრობლემა არა მხოლოდ იმ მცირე მეწარმეს ექნება, არამედ სხვებსაც, რომელსაც ამ ჯაჭვში შემოსავალი ყველას აკლდება. ქვეყანაში უკვე 72 დღეა, რაც პროტესტი გრძელდება, მოქალაქეები, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები აპროტესტებენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერებაზე, რაც 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის მხრიდან გავიგეთ. ბიზნესი კვლავ ითხოვს სიტუაციის დეესკალაციას და ეს არის უკანონო პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშნა. მადლობა გიგამ, ეს გიგაბენია იყო, რომელმაც ბიზნესის გამოწვევების შესახებ მოგვითხრობ.